დღეს მე აუცილებლად უნდა ვთქვა სიტყვა არქიმანდრიტ ეფრემზე, რომელიც მარტობების მონასტრის წინამძღვარია, რომელმაც დაგვაჯილდოვა ათონის მთის სახელით მრავალშვილიანი ქართველი სამღვდელოება და ერის მორწმუნეები 10 და მეტი შვილი, ვისაც ავდით. და უნდა მის შესახებ მცირედი უნდა ვთქვა, რადგან ბევრი კითხვები დაგროვდა. გამოხმაურებები იყო იმ შეხვედრასთან დაკავშირებით. ალბათ ჩემს არ უხსენებიათ, მაგრამ ჩემს მისამართითაც იყო საყვედური, რომ რატო ვახსენებ ის როგორც ავტორიტეტი. ჩემი სიტყვა იქ დევს YouTube-ზე და საბურთალოს საიტზეც და იქ ალბათ მოისმინეთ ეს სიტყვა, ვინც იქ იყავით, ხომ მოისმინეთ და მოისმინეთ. მე უნდა ავხსნე ეს, ეხლა იცით როგორ აი დღეს ლექსების განწყობაზე ვარ. და როცა ლექსების განწყობაზე ვარ, ეს ნიშნავს კარგია, იმიტომ რომ ესე იგი მხიარო ხასიათზე ხარ და რა თქმა უნდა ეხლა იმ სამღვდელოებას ვინც ეს პრეტენზია წამოაყენა, ესენი ნამდვილად ჩემი სულიერი ქრისტეს მიერ ძმები არიან, მე ისინი ძალიან მიყვარს და საერთოდ ამ ბოლოს არ ვიცი რა სიყვარულის ბუკეტი გამისკდა, მაგათ კი არა ის სამღვდელოება და ის ერის ხალხი, ვინც ფიქრობდი რომ მემტერებოდა და ცუდად მიყურებდა, ისენიც კი შემიყვარდა რა. ხო იცით თქვენ მიქადაგე კიდევაც და მით უმეტეს ახლა ეს სამღვდელოება, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ და მათ შესახებაც მოკლედ გეტყვი. უპირველეს ყოვლისა, ახლა შეიძლება ესე დალაგებულად არ ვთქვა, მაგრამ ამას არ მნიშვნელობა. მოკლედ პირველად ამეკვიატა ეს აზრი, რომ გამეცა პასუხი ამ მამებისთვის, ვაჟა-ფშაველის ლექს მოვიშველი. ბევრი ვიფიქრე ძალიან, თუ რა პასუხი გამეცა დაკაძე ჩემო ძვირფასებო, ამბობს ამ ფილმის შესახებ, პაისის შესახებ სერიალები რო დაიწყო, ეხლა ქართულადაც ითარგმნა, კარგი თარგმანი და ეს მოკლედ კარგად გაკეთებულია ყველაფერი და ამბობს რომ ეს კრეხელობაა და წმინდანის მით უმეტეს ესეთი ღირსი მამის პაისის ასე ვთქვათ მსახიობის მიერ ასახიერება და თამაში არის კრეხელობა და ამაში უნდა ვთქვათ რომ სწორია მამა დავითი. დიდი ღრმა და შინაარსი და სიღრმისეულად რო ვთქვათ, ეს ნამდვილად არ შეიძლება და არ არის სწორი. ესე მაგრამ ახლა ასეთი ფილმის ყურება თუ ახლა ისტორიით არ დაინტერესებდი, იქ ძალიან პირველ მეორე სერიაში განსაკუთრებით ძალიან საინტერესო ისტორია, ეს ბერძნები როგორ ცხოვრობდნენ თურქეთში, როგორ გამოუშვეს, უხეშად რომ თქვა, როგორ გამოყარეს, ეს იყო 1924 წელი, მე მგონი სხვათა შორის სტალინის სიცოცხლეში ისეთ მორწმუნეებისთვის, ახლა როგორიც რა ვიცი, ახლა ვინც დადის ეკლესიაში და მოვიდა სარწმუნოებაში, იმისთვის ეს ფილმი არ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ არის უამრავი ხალხი, რომელიც არ დადის ეკლესიაში, ხო სწორია? არ დადის, საერთოდ არ აქვს შეხება ეკლესიასთან, ღამის ბარებში დადიან, კაფეებში დადიან, დღისით ძინავთ და ასე შემდეგ ღამით ერთობიან, არიან ისეთი ბებიები, ბაბუები, რომლებსაც არ აქვს შეხება ეკლესიასთან. აი ესეთი ხალხი რო ამ ფილმს ნახავთ, მე მგონია რომ დიდი ზეგავლენა ექნება მათზე, ძალიან დიდი ზეგავლენა. ასე რომ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, კი, მაგრამ ეგენი კინოთი მოვლენ ეკლესიაში და კინო სახიობების თამაშით მოვლენ ეკლესიაში, ეს რასაფუძველი ექნებათ, მაგრამ რომ მოვლენ, მათ რომ შეხება ექნებათ ეკლესიაში, რომ მოისმენენ წირვა-ლოცვას, გალობას და რაღაც პატარაზე ჩაწვდებიან, რა სამყაროში ცხოვრობენ ჩვენ მორწმუნეები, ისინი ვინც მოვა ნახევარზე მეტი შეიძლება დარჩეს და გახდეს ეკლესიური. ამიტომ ჩემი მოსაზრებით ამ ფილმს
რადგან თანამედროვე დროა კიდე იმეორებდა რა ხდება საერთოდ დიდი მნიშვნელობა ექნება რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ის სატანის მოციქული ლენინი ამბობდა რას ნახეთ ელექტროფიკაცია პლუს კინო უდრის გამარჯვებას კომუნიზმს. იმიტომ რომ მაშინდელი კინო რა იყო და ეხლა რა დახვეწილია ხო ყველაფერი ტელევიზია. ამიტომ ამას ძალიან დიდი ზეგავლენა. ამიტომ ამის შესახებ მკითხეს და ჩემი პასუხი ესეთი იქნება. ეხლა მეორე. საყვედური ითქვა, რომ როგორ შეაკეთო მამა ეფრემი. გამიგე? როგორ შეაკეთ მამა ეფრემიო ის რა ავტორიტეტიაო, წვალებლებთან ილოცაო და რაღაცები კიდე სხვა პრეტენზიები მე არ ვიცი საერთოდ რა ილოცა, თუმცა ამბობენ, რომ წვალებლებთან ამბობენ, რომ ეს რაღაც მოხდა ისე, რომ გაურკვევლად თუ გარკვევლად ყოველ შემთხვევაში შეინანა მანო და ის ოდიკიც კი დაწვა ერთად რომ წილეს. ამიტომ ახლა თუ არის სინარული და არის შენანება, ის კიდე გახსენება არ შეიძლება. ესე მეორე ეწყინათ რომ მე ვთქვი პატრიარქის შემდგომ მამა რაფაელის შემდგომ მამა ლაზარეს შემდეგ მეოთხე ასე ვთქვათ თითქოს ესე გამოვიდა ვიღაცის თვალში მეოთხე ავტორიტეტი არისო არქიმანდრიტი ეფრემი. ეს როგორ თქვი? ძმანო და დანო ჩემი გაგება. ესე იგი მე ამით კიდევ ამბობ რომ ეფრემი რა თავ დაბალი კაცი ყოფილა. ეხლა ჩემი გაგები მე რომ მითხრა პირველი მდელი არ ხარო, ეხლა გულახდილა თუ და მეწყინება ვინც ამას იცება. შინაგანად მქონდა განცდა რომ ეფრემი გაბრაზდებოდა და მეთქოდა გეყოფა და შეჭერა. გამიგე? მაგრამ იმდენად თავდაბალი კაცი ეცინებოდა მე ამას ვეუბნები. გამიგე? ამიტომ არ არის ესეთი განდიდებულად არ მithქვი ეხა მე რო გაგიჟნე და რას ქვია ავტორიტეტი ეს ერთი. მაგრამ მეორე ჩემო ძვირფასებო არის ნამდვილად ავტორიტეტი ეფრემი. ვიცი ეხა მომისმენე და გაიაზრო. ჩემო ძვირფასო მე არ დავასახელებ ეხა რა წნეხში არის ეფრემი. არ მინდა ამის გაშლა, მაგრამ ეფრემი და საერთოდ ათონისთა არის დიდ წნეხში, ეკუმენისტთა დიდ წნეხში, უსარმაზარ წნეხში. და როდესაც ესეთ წნეხში შენ, ესე იგი მე ამჯერად ლაპარაკი მაქვს არქიმანდრიტ ეფრემზე, მაინც ანტიეკუმენისტი კაცია და ამხელს ყოველთვის და ამის გამო ძალიან დიდი ტუქსტვაც მიიღო მან და დიდი შევიწროებაც იმადგან ვინც განაგებს ათონის დას. გამიგე? ამიტომ ის შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად არის ამხსარებელი. ჩვენ ეხა ამხრივს ერთოდ არ გვაქვს ბრძოლა, წარმოიდგინეთ, საერთოდ არ. და როგორ შეიძლება ჩვენ გამიკითხოთ ის კაცი, ვინც ასეთ წნეხში იმყოფება და მაინც რჩება ანტიეკუმენისტი. ანუ ჭეშმარიტ მართლმადიდებელი. ისევ რჩება. ეს არ ხალხო გასაფასებელი. ეს ერთი. მეორეც როდესაც ჩვენთან დავა 90-იან წლებში დავა მიდიოდა ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ეკუმენიზმზე, დიდი ბრძოლა, ასე ვთქვათ, აი ზუსტად დავით ისაკაძე, არქიმანდრიტი რაფაელი, მამა ბასილი ეხა მაშინ ზურანთაძე, იმათი სამღვდელობა, ჩვენი სამღვდელობა ერთად შეკრებილი ვებრძოდით, დიდი ბრძოლა იყო ეკუმენიზმის წინააღმდეგ. მაშინ ათონის თან დაგვიჭირა მხარი. და განსაკუთრებულად ჰქონდა მნიშვნელობა მათ აზრს არქიმანდრიტ ეფრემისა და არქიმანდრიტ გრიგოლიუსის მონასტრის წინამძღოლს, რადგან ეს ორი იყვნენ განსაკუთრებული ღვთისმეტყველი და ესენი გამოცემდნენ წიგნებს და ღვთისმეტყველებდნენ და წერილებს. გამიგე? აი ამ ორივე ადამიანმა ორივე და ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს ეფრემი არქიმანდრიტი ისა არქიმანდრიტი ისა ეფრემი ხო რაიოსები ეფრემი ჩვენ ხალხში დავიდგა და მთელი ქადაგებები ჩამოაყალიბა პირდაპირ რატომ არის ეკუმენიზმი არასწორი და პრაქტიკულად თავი ჩაიგდო საფრთხეში იმ გაგებით რომ წნეხშია ისინი მოკლედ ეხა არ მინდა გარშემო და ვილაპარაკო. გამიგე? არ არის ეს ავტორიტეტობა.
მაშინ ძალიან გაგვიხარდა და ჩვენ ვიმოწმებდით აი ცენტრი სოფლიო მართლმადიდებლობის ცენტრი ათონის ხმა და ზუსტად ვიშველებდით გრიგოლიუსის და არქიმანდრიტ ეფრემის წერილებს და გამონათქვამებს და მათ გამიგე ასე რომ როგორ არ არის ავტორიტეტი როგორ შეიძლება თქვა რომ ეფრემი არ არის ავტორიტეტი ასე რომ მე ამიტომაც შევაქე და ნამდვილად ღირსი იყო შექების ჯერ ერთი მეორეც ეხა სტუმარი კაცი იყო ჩამოსული და ხო სტუმარს რო სიტყვას ეთქვი ეს არის სადღაც სადღეგრძელოს დონის ხო და კიდე დავამცირე რო იტყვი დავამცირე იმიტომ რომ ხო არ ვეთქოთ ეხა სტუმარ კაცს და დაუწყები ლაცვას და ასე შემდეგ ხო არალიტიკული იქნება და არ იქნება და ლამაზი და სწორი ჩემო ძვირფასე ნამდვილად რაც შეეხება ზოგმა მოგვაწევ ხატები აი აქ არის ეს ხატი სად არის აი დიდ მივაყოთ ღვთისმშობლის არაჩვეულებრივი ხატი ეს იყო ღვთისმშობლის როცა ვკითხე ჩემო ძვირფასე გამიგეთა ზოგიერთად ვისაუბრე რატომ მიხვედით იქ ჯერდი მე მივედი იმიტომ რომ მეუფე შიომ დაგვიბარა ჩვენ და შეიძლება ეხა მეუფე შიო რომელიც არის ჩემი პირადად თბილისის ეპარქიის ხელმძღვანელი და წინამძღვარი პატრიოტი და შიო ჩვენ ვითხრა შიო უნდა მოხვიდე და მედანინოს დაგვავალ ამ სიების გაკეთება და მე მომგზავნითო დაჯილდოება და რა უნდა მეთქვი ხა მე არ მოვალ და წინამძღვრობა გამეწია შიოსთვის კაცო ეს რა არის როგორ შეიძლება ეკლესიაში ეს რა ქმედება არ არის რა შეეხება ფულს საერთოდ არ იყო ის ბერძნების ფული ის იყო ქართველი მილიონერის არ ამბობს და არ ასახელებს თავის თავს ქართველი კაცის ქართველი ოჯახის შეწირულობა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გამიგე ამიტომ ის არ იყო არაფერი ის იყო ქართველი კაცის მიერ ფულადი დახმარება დაჯილდოება და ყველაზე მთავარი რაც არის ეს იყო ათონის ღვთის მისტიკურად ეს ნიშნავს ღვთისმშობლის მიერ დაჯილდოებას ღვთისმშობელმა გვიხმო ღვთისმშობელმა დავაჯილდოა ამაზე უარის თქმა ჩემი ძვირფასებო ნუ ვინ უნდა იყო და რა უნდა იყო რომ ამაზე უარი თქვა ასე რომ აი მოკლე განხილვა საკითხის ეს არის მოკლე განხილვა და მე მინდა ერთი მეტად საინტერესო ისტორია მოვიყვანო ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან და ამით დავამთავრო თუმცა არის ერთი საკითხი აგერ კიდე არაბების ჩამოსანა რატო არ იღებს ხმასო პატრიარქიო მეუფეშიო სამღვდელოება და ასე შემდეგ მე ვიცი ესე ჩემო ძვირფასე ეხლა განცხადებულია ესე ზუსტად ის ხალხი ხვირის და ამბობს რომ არაბების ჩამოსახლება ხდება და იღუპება საქართველოს ზუსტად ის ხალხი რომლებიც მხარს უჭერენ წინა მთავრობას რომელმაც 30,000 თურქს მიცა მოქალაქობა აი პირველი დაღუპვა რა იყო და არ მოუღიათ ხმა მაშინ არ არის ეხლა რო ხვირია რატო არ იღებ ხმას მე ვიცი ესე როგორ შეიძლება ხა თქვენ მე ესე ვიცნობ და მე დამანებეთ თავ პატრიარქს ესე იცნობთ რომ არაბების მასიურ ჩამოსახლებაზე იყოს ლაპარაკი საიშვება და პატრიარქი ხმას არ მოიღებს ამაზე არ წვენიათ ვინც ამას საერთოდ ივლებს თავში მე ვიცი ესეა დადასტურებული რომ აქ არის ინვესტიცია ჩადებული და აი როგორც 31 ქართლის წინ სანაპიროზე აზერბაიჯანელი მააშენეს უზარმაზარი სახლი და გაყიდეს ვინმე სულეთ აზერბაიჯანელებს ასახლებენ აი აზერბაიჯანი ან ჩინელებმა რო გაიყვანეს ეს კომპანია ჩინურმა კომპანიამ გვირაბები ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიდიხარ რა გზაა გაკეთებული მაშინაც ამბობდნენ აი ჩინელებს ასახლებენ და გაყიდულია საქართველოს ეს ხალხო ესე არ არის ნამდვილად არ არის და აქაც ვიცით რომ აქ მოხდება რაღაც საოცარი სახლების მშენებლობა რომლებიც გაიყიდება რა შუაშია ვინ მიცემს არაბებს მოქალაქობას ვინ მიცემს ვინც ამ სახლებს იყიდის იმას კი ანიშნავს რომ მათ მიეცემათ მოქალაქობა ეს რა სისულელეა ეს გამორიცხეთ თავი ეხლა მძიმე მდგომარეობა როა საქართველოში დემოგრაფიული აი ამას აი საქმე და ამაზე უნდა ვიბრძოლოთ რომ არის ახალგაზრდები 40 წელს მიაღწიეს და 50 წელს ახალგაზრდა და ცოლი რო არ მოუყვანია
და ოჯახი არ შეუქმნია და აი ვისი ბრალია თუ კარგად გინდა იცოდე აი ვისი ბრალია და 500-1000 ქართველი ქალია 16 წლიდან 40 წლის ჩათვლი რომელთაც არ აქვს ოჯახი შექმნილი აი ეს ტრაგედია ეს დახურვა გინდა არამერი ჩამგვაზარდა და გინდა სულ გაასახლე ალაბები და ვინც არის აქ ქართველებისგან დახურვა ჩემო ძვირფასი აი რა არის ჩვენი ტრაგედია სამწუხარო რა ვიცი მე ასეთი პასუხი მაქვს ამაზე და ერთი მე-9 საუკუნეში იყო ილარიონ ბერი ეს იყო საოცარი წმინდანი ჩემო ქართველი ილარიონ ქართველი საოცარი წმინდანი ჩემო ძვირფასი კახეთში ცხოვრობდა დიდი მთავრის შვილი იყო და წავიდა ოლიმპოს მთაზე მაშინ არ იყო ათონი წავიდა ოლიმპოს მთაზე და იქ მოხდა ესეთი რამ რომ ქართულის გარდა არ იცოდა არც ერთი ენა ბერძნული არ იცოდა და იქ ოლიმპოს არქიმანდრიტმა წინამძღვარმა რომ ნახა რომ მოვიდნენ და რა წირავდნენ ქართულად გაბრაზდა და გაყარა სუყე და უთხრა ილარიონო შენი ქართველები და აქედან ჩქარავდი არც ბერძნული არ იცით რა ენაზე რას აკეთებდო საერთოდ ეჭვიც კი შეიტანა რას აკეთებდო წირავენ საერთოდ რას აკეთებდო და გააგდო წარმოიდგინეთ ოლიმპოს მთიდან იმ თაში იმ ღრეში იმ ტყეში გამოყარა ქართველი ბერები ილარიონის ხელმძღვანელობით და ღამე ეს ისტორია იცით თქვენ ბევრჯერ გამომიტყვი ღამე ეხლა ბერძნებთან დაკავშირებით ჩვენ ეს ურთიერთობა ღამე ჩემო ძვირფასებო ეცხადება ღვთისმშობელი ოლიმპოს წინამძღვარს ოლიმპოს არქიმანდრიტს და ეუბნება აი ხა რასაც აკითხავთ მე დიდი სურვილი მაქვს რომ ეს იყოს სკოლებში გამოკრული ამას ასწავლიდნენ ბავშვებს ამას ასწავლიდნენ დიდებს ასე მოხუცებს და ასე გავდიოდნენ საერთოდ ამ აი ახლა რასაც მე წავიკითხავ ღვთისმშობლის სიტყვას ამ ქვეყნიდან ესეთი შემართული გახარებული და ღვთისმშობლის საფარქვეშ ნახე რა შეუმეც ღვთისმშობელი ილარიონი და ქართველები და ქართული ენა ჩემი მფარველობის ქვეშა და რომელი ამათ არ შეიწყნარებს იგი ჩემი მტერია ესმით რას არის ღვთისმშობელი ჩემი ზუსტი აქ არის მარტო ამ ქართველებს და ყველა დროის ქართველებზე ჩვენზე ნუ მართლმადიდებლებზე რა თქმა უნდა ეხლა სარწმუნება შეცვლილ ქართველებზე არ არის აქ ლაპარაკი და ესე იგი ღმერთმა მოაქციოს ყველა არამართლმადიდებელი ქართველი და ათეისტი ესე იგი ჩემო ძვირფასებო ნახეთ რა უთხრა და შეშინებული წინამძღვარი ბერძენი არქიმანდრიტი ოლიმპოს მთის არქიმანდრიტი გაიქცა რომ მონახოს მიშველეთო ყვირო და მომაძებნინეთ ილარიონიო და იქვე იყო ილარიონ შორს არ იყო წასული მოძებნეს და რა პატივით მიიღო და ასე შემდეგ ეხლა აღარ გავაგრძელებ ილარიონმა მის ცხოვრებაში წერია რომ მან რომსა აი ხო მოხდა დიდი ტრაგედია რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი გაიხდა დასავლეთი მოწყდა მართლმადიდებულ ეკლესიას ეს მოხდა 1054 წელს მეორე ნახევარში მე-11 საუკუნის მანამდე უნდა მოხდარიყო ეს განხეთქილება და ილარიონმა დააწყნა მთელი საუკუნე ნახევრით ადრე რომში ჩავიდა პაპს ესაუბრა და მოიხიბლა გამიგე და ესე იგი ხოლო შემდგომ ეს ილარიონი ხდება მოძღვარი ბიზანტიის იმპერატორისა და როცა გარდაიცვლება ბიზანტიის ისა როცა გარდაიცვლება ილარიონი როცა ილარიონი გარდაიცვლება იმპერატორი წარმოიდგინე ბასილ პირველი მაკედონელი სადავასაფლავოდ ილარიონი და ილარიონი დავასაფლავოდ ჩემს სასახლეშიო და ჩემი სასახლე იყოსო მისი აკლდამა და ესე არც ჩაასვენეს რამეში და აი პირდაპირ ეს მისი სასახლე ითვლებოდა ესე ბრძანა იმპერატორმა
აკლდა მათ და მოდიოდნენ მთელი მსოფლიოდან, რომიდან, საიდან არ მოდიოდნენ და მით უმეტეს ქართველები და მის საფლავთან, ანუ იმპერატორის სასახლეში იმპერატორმა დაკარგა სასახლის ცხოვრება. ნუ კი ის გადავიდოდა ბევრი სხვა სასახლე ჰქონდა, რომელიც ცენტრალურში დაასაფლავა. და ღამით ეცხადება ესეთი ამბები რომ ხდება, ღამით ეცხადება ილარიონი ამ ბერძენ იმპერატორს და ეუნება ბასილს, რომ ეს რა ხდებოდა. მეო თამდაბლობო მიყვარდაო, ეს რა ხდებოდა. მეო დამასაფლავეთო ქართულ მონასტერში კონსტანტინოპოლის კედელთან რომ არიო იქ არ ვიცი ხა ცნობილი ეს მონასტერი თუ არა, ქართველებს ბევრი მონასტერი ჰქონდა როგორც იერუსალიმში, ისე კონსტანტინოპოლში და წარმოიდგინეთ გადაასვენეს შემდეგ ილარიონი. და ეს ბერძნებმა იციან, შემოძლებელია, ვინც ნამდვილი ბერძენია, ნამდვილი მართლმადიდებელია, ბერძენი, მათ სულ ყველაფერსო თავი დაანებო, ილარიონის გამო უყვართ საქართველო და ქართველი. გამიგე? თან რაღაცა დაცრილები არიან. ხო გამოაგდო ქართველები იმა ბერძენმა არქიმანდრიტმა და ღვთისმშობელი რო გამოეცხადა და შიშით კაკალებდა და ჩარამომიძებდნენ ილარიონები თან რაღაცაერთ ეს ბჭყალებში ვთქვათ მაინც რაღაცაერთ შიშია იმისი რომ ქართველებს უპატიოდ არ მოექცია. გამიგე? რომ ითოლება რომ ღვთისმშობლის საფარველ ქვეშ ვართ ჩვენ ყველა მართლმადიდებელი ქრისტე რა ბედნიერია ოღონ ამაში ლიტონ და ჩემს სიტყვებს და რაღაც მოგონეს კი არ ვამბობ ღვთისმშობლის გამოცხადებით ვამბობ რაც მოხდა ჩემო ძვირფას ეს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ეს უნდა ყველას ვასწავლოთ ეს ამით უნდა ავზარდოთ ჩვენი ბავშვები და ასე შემდეგ რაც შეეხება მამა დავითს და ლასურაშვილს და სხვებს ვინც რაღაცა კრიტიკა გამოთქვა მე კიდევ ერთხელ და თქვა რომ ეს მამები არიან ძალიან დიდი მამები ჩემს ძალიან დიდი შემოძვირფას ბასილი მამა ანთაძე კიდევ ერთი რა მამა ბასილთან ერთი მოდელი მივიდა და უთხრა რომ თუ შეიძლება რომ წავიდე ამ შეხვედრაზე და ნუ მივიდე რა მოკლედ იქ ეფრემ ვაბარაო რა თქმა უნდა აკურთხა მამა მათთვის დიდმა ავტორიტეტმა არქიმანდრიტმა ბასილი ანთაძე ჩემო ძვირფას მეუფე დანიელის ძმა დედითად და მამითად ძმა ესე იგი ჩემო ძვირფასებო ყველანაირად აქ შეიძლება ხო ერთი ხო და მინდა მე ვთქვა რომ ეს სამღვდელობა არის ისეთი სამღვდელობა რომელიც მე უწოდებ ნამდვილად ჩვენი ეკლესიის მარილი არის მარილი მე დავით ქლივიძეს სიტყვებს გეტყვით მე მამა დავითი ხო გახსოვთ თქვენ მათ ჩემი მეგობარი სასულიერო პირი რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა მამა დავით მე ერთხელ ესეთი რამე მითხრა სნოში ვართო პატრიარქთანო რამოდენიმე ეპისკოპოსები ბევრი არქიმანდრიტები და ბევრი სასულიერო პირებიო და უწმიდესმაო სადრეგრძელო თქვაო ეპისკოპოსის შემდეგ სადრეგრძელო თქვაო რა ქვია სასულიერო პირებისო და ეპისკოპოსებს უთხრა და არქიმანდრიტებს წარმოიდგინეთ აი ხა მე მამა დავით ისაკაძე იჯდა და მე ვიჯექი ეპისკოპოსებო მეუფეებო არქიმანდრიტებო სასულიერო პირო აი მიბაძეთო მამა დავით ისაკაძეს და მამა დავით ქლივიძეს შემართებაში და ჩვენ ისე შევწხოვ რომ არ ვიცით რა გვექნა ამდგარიყავ დამждარიყავ არ გვექნა ძალიან შევწხოვ და გამიგე ასე რომ აქ ახლა ზოგიერთმა გაიხარა აუ ნახე ისე ჩხუბი დაიწყეს ერთმა ჯარანელი ჩხუბი იმათმა გამოთქვეს თავის აზრი და მე ვამბობ ჩემას და პირიქით ჩვენ კიდევ ვიმეორებთ ისეთ დრომოდის მით უმეტეს ჩვენ დიდი ძმობა გვაქვს დიდი სიყვარული გვაქვს და დიდად ვეფერებით ერთმანეთს და მე მინდა ასევე დავასრულო ხა ჩემი სიტყვა ერთი საინტერესო ისტორია კიდე ჩემო ძვირფასებო ათონის მთასთან დაკავშირებით რომ ათონის მთა რო დაარსდა ქართველების უდიდესი დამსახურება ათანასე დიდი და იოანე ექვთიმეს მამა ჯერ ოლიმპოსზე მოღვაწეობდნენ და მერე წავიდნენ ათონის მთაზე და მათ დაარსეს პრაქტიკულად ამ ორმა დაარსა ათონი და ათანასე დიდ დედას ყავდა ქართველი ამიტომ ნახევრად ქართველი
და მან ანდერჩი დაწერო ჩემი სიკვდილის შემდეგო იქ ისე წინასწარ ხედავდა ეთყობა იქნება ათონის წინამძღვარი ივანეო და მისი გარდაცვალების შემდეგ იქნება ექვთიმეო გესმით ჩემი და ათონი ითვლებოდა მსოფლიო ცენტრად მაშინ განყოფაც არის მთელი ქრისტიანების მსოფლიო ცენტრად და იქაური წინამძღვარი ანუ ათონის წინამძღვარი ვინც იყო მთლიანი წინამძღვარი სულიერი მოძღვარი სტარეცი ასე თქვა ეს რაღაცა კარგად გამოდის ეს სიტყვა და ეს იყო ქართველი ივანე და შემდეგ ექვთიმე შემოგვიყვანს ასე მანამდე მსოფლიო მოძღვარი იყო ესე იგი ილარიონ ქართველი რომლის შესახებაც ახლა თქვენ რომლის შესახებაც სიტყვა წარმოვიდგინეთ საერთოდ ვინც იმპერატორი ვისაც აირჩევდა იმპერატორი სულიერ მოძღვრად ის იქნებოდა ის ითვლებოდა სულიერ მოძღვრად მთელი მართლმადიდებლური სამყაროს და აი მათ დაარსეს და ორი ხე დაუგიათ თურმე ათანასე ბერძენს დედით ქართველს და მთლიანად ქართველ იოანეს თაწმინდეს ორი კიპარისი დაუგიათ ვინც ხართ ათონზე ნამყოფი ეს ორი კიპარისი ალბათ წარმოიდგინეთ 1000 წლოვანი და უფრო მეტი ორი კიპარისია იქ ერთი ათანასეს დარგული და ერთი იმის დარგული იოანეს და ჩემო ძვირფასებო მოხდა ისე რომ იოანეს მიერ დარგული იოანეს მიერ შეიძლება მეშლება და ეს ექვთიმეს მიერ დარგულია არა იოანეს კიპარისი გაზრდილა უფრო დიდი და ბერძნები ხო იცი ნუ ყველა ესეთები ვართ ახლა ბერძნებს აი ესეთი ცოტა მოშოვინისტო ტიპებს უთქვია თუ ეს რა არისო იოანეს დიდი გაიზარდა და ათანასეს პატარაო ესეც კი არ იცოდა დამპარტავება რა და ადგეს და გადაჭრეს ეს იოანეს ქართველის დარგული უფრო ქვემოთ გადაჭრეს რომ უფრო მაღალი ყოფილიყო ექვთიმე იმისი ათანასე და მოხდა იმავე ღამით ჭექაკუხილი დიდი მეხი დაეცა ამ ათანასეს მიერ დარგულ კიპარს და გადაჭრა და თანაბრად იყო მერე დააკმაყოფილა რა არის ეს რა არის როგორ შეიძლება ამის მაგრამ დააკმაყოფილა ესე იგი და თან დააკმაყოფილა თან მიანიშნა რომ ეს ერთი დონის სულიერი მამები არიან ჩემო ძვირფასებო რა ვიცი ესე შევეხმიან ამას ყველაფერს ეს ძალიან დიდი სიხარული იყო იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ღვთისმშობელმა დაგაჯილდოვა და მე რაღაცნაირად ვერ მოვდივარ აი აზზე ისე დიდ სიხარულში ვიყავი და ვარ ღვთისმშობლის საფარქვევს არის ილარიონის ცხოვრებიდან ეხლა მე თქვენ წაიკითხეთ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ეს ამხელა სიხარულია ჩემო ძვირფასებო ღვთის მფარველობის ქვეშ არის ჩვენი ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის როგორც თქვა ღვთისმშობელმა ჩვენი ენა ჩემო ძვირფასებო და ყოველ ნიუანსში ამას ჩვენ ხედავთ გახსოვს ენას რო გვართმევდა კომუნისტების დროს როგორ უცებ მოგვარდა ყველაფერი როგორ შეიძლება ეხლა იმ მაშინ შეიძლება ვერ გავიგეთ არ დაგვენახა ჩვენ აქედან უკვე ამ გადასახედიდან არ დავინახოთ რომ ეს იყო ღვთისმშობლის მოგვარებული საქმე ჩვენო ძვირფასებო ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო ჩვენ ვეტყვით მას ვეტყვით ქრისტიანულ საქართველოს რომლისთვისაც თავი დარდეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და მამა დავითი მამა ბასილი და ეს სამღვდელოება ძალიან დასაფასებელი არიან იმიტომ რომ როდესაც იყო კამათი უნათლავი ჩვილების ცხონება-არცხონების შესახებ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ლიბერალი სასულიერო პირი დაგვირისპირდა ჩვენ მაშინ წერილიც კი იქნა მიწერილი ათონის მთაზე რომ თქვენ რა სიტყვით გამიგეთ ათონის მთაზე და ყველა გერონტებმა ესე იგი წინამძღვრებმა 20-ვე მონასტრის მოიწერეს რომ უნათლავად ვერავინ ვერ ცხონდება მაგრამ მაინც რაღაცა ნაკლი ქონდა ამ მოწერილებას რატო იცი აქ მიდიოდა ბრძოლა იმის შესახებ
რომ უნათლავი შვილები, მუცელში მოწყვეტილი შვილები ცხონდებიან თუ არა და პასუხი იყო ათონისტიდან რომ უნათლავად ვერავინ ცხონდება. ნუ გასაგებია რომ ესე იგი ესენიც, მაგრამ მაინც არ იყო მერტმა მაპატიოსმა მე ასე ვთვლი, ვაშკაცური სიტყვა მაინც არ იყო ნათქვამს ჩემო ძმას. იმიტომ რომ მათ უნდა მოეწერათ ესე რომ რადგან კამათინიდის უნათლავა ვერავინ ცხონდება უნათლავად და ვერც მათ შორის ისე ჩვილები თუ მოუნათლავებენ და დედები რომლებიც კლავენ რა გამოდიოდა იცი ამ სამღვდელოებას ესე იგი ლიბერალურ სამღვდელოებას ქართულ სამღვდელოებას უნდათ რომ აი ეს გაეტანათ რომ უნათლავად ცხონდებიან ანუ აბორტ გაკეთებული დედების შვილები ცხონდებიან ეს პირდაპირ მწვანე შუქის ანთება იყო ჩემო ძვირფასებო ქართულ გენოციდი იყო ქართველთა გენოციდი მე არ წარმოიდგინე და იმათ უნდა ვაშკაცური სიტყვა მაინც არ მოვიდა ჩემი აზრით. ამიტომ მამა დავით ისაკაძე, ბასილი და ეს სამღვდელოება მათი და ჩვენ მამა ბესარიონი, მამა შიო, მათ შორის ისინი ძალიან საპატივცემულო ხალხია ჩემო ძვირფასებო, რომლებმაც მაშინ დაიცვენ სიწმინდე მართლმადიდებლობის ისე იმ დონეზე, რომ ათონის თასაც არ დაუცია ისე შეიძლება ვთქვათ, რომ აჯობეს. ამიტომ ავტორიტეტები თუ მე დავასახელე, რა თქმა უნდა, ჩვენი უწმინდეს უფლებო ყოვლისა, მამა რაფაელი, მამა ლაზარე და შემდგომ დავასახელე მეოთხე ადგილზე არქიმანდრიტი ეფრემი მოდი ახლა ეფრემის ეთამდაბალი არ ეწყინება, მეხუთე ადგილზე ჩავწიო ეფრემი და მეოთხე ადგილზე ნამდვილად უნდა დავაყენოთ მამა დავით ისაკაძე და ყველა ის სამღვდელოება, რომლებიც მე ჩამოვთვალ. ასე რომ მათ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან. მოკლედ ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, საფირუს, ხმელეთსურ მუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზე გლოვიარე, ჩვენთან არც ღვთისმშობლო, გაგმოცოთ და გაგახარჯოთ. ამინ.